ნაციონალური მოძრაობის განცხადებით თბილისის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული საცობების აღმოფხვისთვის აუცილებელი ღონისძიებები და დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ მუშაობენ. Ამ მიზეზით ნაციონალები თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე იწვევენ. ფრაქციაში აცხადებენ, რომ მათ საკუთარი პროექტი აქვთ, რომელზეც დაგეგმილ შეხვედრაზე ელაპარაკებენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან მინიმუმ 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. შევთავაზეთ მათ კონკრეტული სატრანსპორტო კვანძები თუ რა უწყობს ხელს საცობების წარმოშობას თბილისში და შევთავაზეთ რომ მინიმუმ 2 მათგანის მოწესრიგება მაინც დაწყებულიყო ფრაქციის სხდომაზე ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ ვიმსჯელოთ ამ თემაზე და მოვთხოვოთ მათ პასუხი გაუხილონ საზოგადოებას თავისი გეგმები თუ კი ასეთი არსებობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენ უკვე დავიწყეთ პუშკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა სანაპიროს გაფართოების პროექტები. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის რომ თვითონ შუქნიშნების მართვასთან დაკავშირებული პროექტი რომელიც მიმდინარეობს დასრულების შემდგომ ასევე დამატებით შედეგს მოგცემს. მომდევნო წელს დაგეგმილია მდინარე მტკვარზე არსებული რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია, თუმცა ახალი ხიდის მშენებლობა 2015 წლის ბიუჯეტზე გათვალისწინებული არ არის.